ვაკა ნელა უი ჩიდო ანიტა რა მოხდა ხომ კარგად ხართ ეს რამდენიმე დღეა ძალიან უცნაური რამე ხდება არ ვიცი რა გავაკეთო გონი მოკოლენში ხები ავად გახდნენ შენ რა ვერ შეამჩნიე ყველაფერი ასე დაიწყო ჯერ ოდნავ მე ვიტყვი ჯერ ნელდამა წვანე პოტლებმა გაყვითლება დაიწყეს ვიფიქრე რომ მომეჩვენა ხო მეც ეს ვიფიქრე მე ერთ დღეში ორ დღეში მოკლედ რამდენ დღეში არ მახსოვს მაგრამ ეს ოდნავ გაყვითლებული პოტლები უფრო მეტად გაყვითლდნენ და მოიხარნენ ხო ლოკომოკო აი ასე მოიხარნენ თითქოს მაგრამ მე კიდევ არაფერი მე მოხდა რაც მოხდა ქრისტოტებს ფოთლების სვივა თქვენ რა არიცით რომ ახლა შემოდგომაა და ხეებს ფოთლების სვივად მოიცა ასე უნდა გასცვიდეს ყველა ფოთოლი ასე ხომ ეთკინებათ არა არც ტკივად გაზაფხულზე ახალი ფოთლები ამოუვათ ისევ ისეთი მწვანე და ლამაზი დილა მშვიდობისა რაზე საუბრობთ მგონი კარგ დროს მოვედით ჩიდო და ანიტა ძალიან ნერვიულობენ ხეებს ფოთლები რომ სვივა ასე როგორ შეიძლება უფოთლოდ ხეებს ხომ შესცივდებათ ერთი წუთით ამასთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს გეტყვით ვერ წარმომიდგენია მარტო ტოტები როგორ უნდა იყოს აი მიწერია რომ ხეები ასე ზამთრისათვის ემზადებიან დიახ ზამთარში ხომ თოვლი მოდის ყველა ფოთოლს თოვლი რომ დაედოს ხე ვერ გაუძლებს ამდენ სიმძიმეს კარგი თუ ასე უნდა იყოს ჩიდო ანიტა გამარჯობა არ მოგვესალმნენ მოწყენილები ჩანდნენ და ხმარ გაგვცეს ნეტა ვინმე მხო არ გააბრაზა ბაბი მაცადე მე ვიფიქრე ეგ და შენ რატომ თქვი გამარჯობა ანიტას და ჩიდოს რა სჭირთ ისეთი მოწყენილები იყვნენ ხეებს ფოთლები რატომ სცვივათო და კი მაგრამ მგონი რაღაც უნდა მოვიფიქროთ და ცოტა გავამხიარულოთ მოვიფიქრე შენ კი არა მე მოვიფიქრე რაო რა მოიფიქრე აბა მითხარი რა და ისა აი შენ გოგო ხარ და ჯერ შენ დაგითმობ ტყუპებო რა დროს ეს არის პაბლო მართალია ბაბი აბა გითხარი რა მოიფიქრე რა და ვიფიქრე რომ ფოთლები მოვაგროვოთ გავამწონოთ და ისევ მივამაგროთ ხეებს რაც ხეებზია ისინიც რომ შევღებოთ მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს იქნებ ზაფხული დავტოვოთ ცოტა ხნით მაშინ მე საღებავებს მოვამზადებ და გალილეოს დამეხმარება თქვენ კი ფოთლების შეგროვება დაიწყეთ გამოდის ვერაფერს შევცვლით ხო ასე გამოდის გაზაფხულს უნდა დაველოდოთ ყვითელი ფოთლები ქარს მიაქვს ქარს მე კი გაზაფხული მომენატრება
ღმერთო ჩემო, თვალებს ვერ ვუჯერებ. ჩიდო! ნახე გარეთ ხე? საოცარია! მართლა საოცარია! კი, მაგრამ როგორ გამწვადნენ ფოთლები? აქ რა ხდება? მგონი ვერაფერს მივხვდი. ანიტა, ჩიდო, მოხვედით? ვაიმე, დაგვძინებია. ბაბი, დაგვძინებია. ადექი. აბა კი, მე მღვიცავს. უბრალოდ თვალები მაქვს დახუჭული. ანიტა, ვეცადეთ, ზაფხული უფრო დიდხანს ყოფილიყო და გადავწყვიტეთ ხეებისთვის ფოთლების შეგვეღება. თუ ყველა ხეს შევუღებავთ ფოთლებს, იქნებ ზაფხულის გაგრძელდეს. მაგრამ დაგვძინებია აქ. ეს ჩვენთვის გააკეთეთ. ამდენი ჩვენთვის იწვალეთ. ანიტა, შეხედე! იუჰუ! რა ლამაზია! ვუ! ყვითელ ბუნებაში ეს მწვანე ფოთლებიანი ხე მართლაც საოცრად ჩანს. ისეთი ამაღელვებელია? ხო, ამაღელვებელია. ნამდვილად ამაღელვებელია. ძალიან ამაღელვებელია. ვუ! ჩვენი მწვანე ფოთლები. ბაკა, შენი ბრალია, ვერ დაამაგრე ალბათ კარგად. მე რა შუაში ვარ? ქარმა წაიღო. როგორც ჩანს, მიუხედავად სურვილისა, ვერაფერი შევცვალეთ და ვერც ზაფხული დავტოვეთ. ნეტავ, რატომ სწვივა ხეებს ფოთლები? საინტერესოა. მე ამის შესახებ გუშინ გავიგე. ფოთლებს წყალი სჭირდებათ. ზამთარში გაყინული მიწიდან ხეს უჭირს ამდენი წყლის მიღება და აი, რატომ იყრება ფოთლებიც? წყალი არ გონია საკმარისი ხეებს თურმე. გარდა ამისა, ხეები მთელი წლის განმავლობაში უსარგებლო ნივთიერებებს ფოთლებში აგროვებენ. ალბათ ამიტომაც ცვივად. მერე ახალიც ამიტომ ამოსდით. მაგრამ მეგობრებთან ერთად კიდევ უფრო ლამაზი ხდება ჩამოცვენილი ფოთლებით. ხო, ყველაფერი ისეთია ლამაზი, როგორც სინამდვილეშია. მართალი ხარ, ჩიდო. ლოკომოკო, მაწონი კი წელიწადის ყველა დროს უხდება. ასე არ არის? ახლა ჩემთან წავიდეთ, გემრიელი მაწვნით გაგიმასპინძლდებით, რომ დახარჯული ენერგია დავიბრუნოთ.